მოგესალმებით, ჩემო კარგო ადამიანებო. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, რაღაც მომდა განსაკუთრებული მადლობა ჩემს გამომწერებს, ჩემი არხის გამომწერებს, ადამიანებს, რომლებიც არ ვიცი, ყველა ფორმით უკავშირზე ხართ და მე ძალიან დიდ ძალას მაძლევს. და ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნას მინდა გამოვეხმაურო, გაგვიშალეთო, გთხოვთო, რა ხდება მტრის სივრცეშიო. ერთ რაღაცას გეტყვით, ჩემო კარგო ადამიანებო, მე ძალიან ფრთხილი ვარ ზოგადად, ანუ საჯარო გაშლის თემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა და არ შეიძლება რომ ყველაფერი რაღაცნაირად ჩვენს სიტუაციას მოვარგოთ და დავაპროგრამოთ და 1000 ჯერ მეტად ვუფრთხი ნეგატიური ინფორმაციის გაჟღერებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რამე უარყოფით არ გეუბნებით, უბრალოდ და ზღაპრებს გიყვებით, უბრალოდ ნახეთ როგორი მომენტია. სიტყვას აქვს სასწაული ძალა, ხო? ნუ ეს ხა აქსიომაა ჩემი მოგონილი არაფერია, ამიტომ ადამიანი რომელიც შენ გენდობა, რომელიც შენ გისმენს, ნუ მინიმუმ შენგან ინფორმაციას იღებს, შეიძლება ეს ინფორმაცია გაუშვას, მაგრამ ის ველში მაინც გაივლის, ხო და თავის ნაკვალევს ტოვებს. ამიტომ ახლა მე რო აქ რაღაც საოცრებები დავინახო, მტერი ყავთ, ის ყავთ, ეს ყავთ და დავიწყო აქ, არ ვიცი, ქრივი სტირილი. თქვენ დაიგრუზებით, ლოგიკურია, ხო და მე რა უფლება მაქვს, მით უმეტეს ჯერჯერ რომ ისეთი დღეები მოდის, ისედაც მძიმე ენერგიებია და აგერ რაღაც დგომას ველოდებით და ღმერთმა თქვენს ცხოვრებაში ახლა ვიღაცა არ შემომიხდეს, ძალიან გთხოვთ გეხვეწებით, სატარო და სად რელიგია, ყველას მისი წილი რწმენა აქვს ამ სამყაროში და ყველას მისი აღდგომა აქვს, ხო, ცხოვრებაში. და ყველას მისი გადასატანი აქვს ამ სამყაროში. შესაბამისად, ვინ როგორ გადის ამ თავის ცხოვრებისეული რელიგიურ გზას, ეს ღმერთმა იცის მარტო და ადამიანები არაა საჭირო გავერიოთ. და არ მინდა, მეორე მომენტია, იცით, არ მინდა მარტო ის კი არა, რომ თქვა ნეგატიური რაღაცებზე არ დაგაპროგრამოთ. უყურეთ, თქვენ რატო უნდა ხარჯავდეთ თქვენს დროს და ენერგიას იმაზე ფიქრსა და კითხვაში ჩემი მტრის სახლში რა ხდება და ჩემი მტრის თავში. აი, სწორად გამიგე მეგობარო, თორე რამე საწინააღმდეგო კი არ მაქვს. მე არ მინდა თქვენი რესურსი დაახარჯოთ ვიღაცას და ვიღაცის ენერგია გაზარდოთ, დააკვალიანოთ და უკაცრავად ამ ნათქვამისთვის და დაავაშკაცოთ, ხო? იმისთვის, რომ იმან წარმატება ნახოს. თქვენ თქვენს თავზე იმუშავეთ, მაპატიეთ, დაიკიდეთ საერთოდ, მით უმეტეს უარყოფითი ადამიანების სივრცეში რა ხდება, ეს თქვენი საქმე არ არის, თავიანთ სივრცეს თვითონ მიხედონ, თქვენი საქმე არ არის, ცუდად არ გეუბნებით, სწორად გამიგეთ რა. ანუ თქვენ არ უნდა შეგეხოთ, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება გაქვთ და თქვენ რაღაცებით უნდა დატკბეთ და იმათმა კისერი იმტრიან თავიანთ სივრცეში, რაც უნდათ ის მოსვლიათ და რაც უნდა ის დამართიათ, ხო? ყველა მის საქციელზე პასუხს აგებს დამიჯერეთ. ოღონდ ზოგჯერ მენდეთ, რომ ერთი ცხოვრება არ არის ხოლმე ამისთვის საკმარისი და ხშირად მისვამენ კითხვას, რომ აი რატო მე ხო ესე სწორად ვაკეთებ ყველაფერს და მე რატო ვისჯები და ვიღაცა რომელმაც არ ვიცი მართლა სასწაული რაღაცები ქნა ცხოვრებაში, ის რატოა ისე როგორც არის. ნუ ხო ეს არ ვიცით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოკვდავი რიგითი ადამიანები ვართ ვინ რატო როგორ სად როგორ მაგრამ მე მაინც მგონია რომ სადღაც ყოველთვის ვაგებთ პასუხს უბრალოდ დროის საკითხია ხოლმე ეს მომენტი. ამიტომ ძალიან არ მინდა რომ ამ თემას შევეხო, ეს ერთი დამრჩა ხო არ წიდან გაშლიდან და აღარ დამიდია ბოდიშს გიხდით. მე ძალიან არ მინდა ჩემო კარგო ადამიანებო რომ ამ ნაწილს შევეხო და რაღაცა თუნდაც ჩემი რესურსი დავახარჯო ნეგატივს, რომ ხა ვიღაცა არაა ეს ჩემი მომენტი. მე პირიქით თუ გინდათ ესეთ გაშლას გაგიკეთებთ, თქვენს ცხოვრებაში რა შემოდის, როგორ შემოდის, რა ასე ვთქვათ, აი რა ენერგიები აი ამ მადლიან და ძალიან ძლიერ ენერგეტიკულ დღეებში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენს ცხოვრებაზე ხარჯეთ, მეგობრებო, თქვენი ოცნებები, თქვენი ფიქრები, რაც ნაკლებად ცნობის მოყარეები იქნებით ნეგატივზე, თქვენი ენერგია მოაკლდება, თქვენი დადებითი ენერგია, ანუ ენერგოდონორი აღარ იქნებით, თქვენ პარაზიტად ვეღარ დაგაჯდებათ, ნახეთ, აი როგორი მომენტია ხა დააკვირდით, ვიღაცაზე წარდი, ვიღაცაზე გავბრაზდი. საერთოდ მე სულ ვამბობ, რომ ფსიქოსომატიკა ერთმანეთთან ძალიან დიდ კავშირშია და აი ხშირად ვამბობ ხოლმე რა, რომ
რაღაცა კონკრეტული ნოზოლოგიები კავშირშია პირდაპირ რაღაცა ფსიქოლოგიურ ტრავმებთან, ხო? მაგალითად, რომელიღაცა ინფორმაცია, რაც მე ვერ გადავამუშავე წლები, აი ნუ პირობითად, აი არ ვიცი რა, რაღაცა სასწაული ქნა ჩემი ოჯახის ვიღაცა, რომელიღაცა წევრმა და ნუ არ ვიცი, მე რომ არაფერი დამიშავებია და მილიონი რაღაცა რომ დამიშავა, კიდე აქეთ მადებს ვალს და კიდე აქეთ უნდა რომ ხო აი არ ვიცი, რაღაც აბსოლუტურად აზრს მოკლებული, ხო, ესეთები ხდება და მიჯერეთ. და მე ვერ გადავამუშავე ეს რა, ფსიქოლოგიურად ვერ, რატო, კაცო, რატო, შტერი ვარ, ხო, ჩერჩეტი ვარ, რატომ თვლი შტერა და ჩერჩეტა და არ ვარ ჩერჩეტი და შტერი, უბრალოდ შენაირი ნაძირალა არ ვარ და იმიტომ რომ შენაირი ნაძირალა არ ვარ, ანუ ხო, ახლა თავში უნდა მირტყა და ეს ამ ინფორმაციამ იტრიალა ჩემს თავში, ვერაფერი მოუხარხა დამარტყა საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, ხო? ანუ ყველაზე დიდი სტრესის ფონზე რა კუჭნაწლავი ზიანდება კუჭი, პანკრეასი და მერე მოდის უამრავი სხვა პრობლემა, ხო? გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ აი მაქსიმალური ენერგოდაცვა ფსიქოლოგიურად, რომ ნაკლებად მოიშორეთ, გაცხრილეთ, გაფილტრეთ ნეგატიური ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან. და მათ ეს საერთოდ არ დახარჯოთ, რომ აი არც უნდა გაინტერესებდეთ საერთოდ მათ ცხოვრებაში რა ხდება და რა ამბავია, აი საერთოდ არც არსებობენ, არ აღიარებ მორჩა, არ ფიქრობ არ არსებობს ადამიანი, მორჩა დაასრულეთ ნებისმიერ ადამიანთან და მე უბრალოდ იმას ვნახავ დღეს თქვენს ცხოვრებაში რა სიკეთეები და რა ამბები შემოვა, ხო? ნახოთ, ეს საკმაოდ ისეთია ხოლმე, რა ხდება, რა მოდის. და იყოს მოკლედ არ ვიცი, აი მომინდა რაღაც ესეთ გემრიელ ენერგიებზე, აი ამ ორ ენერგიაზე გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, პირველი, მეორე ვარიანტი და გაშლა. ნახოთ ერთი არკანი twin ხო, ოჰო. საკმაოდ დამანგრეველი ენერგიების მატარებელი ადამიანები ხართ, ჩემო კარგებავ. უფრო მეტიც შეიძლება იცით როგორი ტიპის ადამიანები ხართ, ნუ გავეშვათ ამ სტანდარტულ გაშიფრვას, რომ შეიძლება დამოკიდებული იყოთ ალკოჰოლზე, შეიძლება დამოკიდებული იყოთ ნარკოტიკზე, რა თქმა უნდა, ესეც დასაშვებია. ტკბილზე იყოთ დამოკიდებული, ნებისმიერი ადიქცია, ხო, ვიღაცა კონკრეტულ ადამიანზე იყოთ დამოკიდებული. მაგრამ, ნუ აი მეორენაირად რომ ვთქვათ, შეიძლება იცით როგორი ტიპის ადამიანი ხართ, რომ აი პირით თქვენზე ეჯაჭვებიან, თქვენზე მართებათ ადიქცია, თქვენზე დამოკიდებულები ხდებიან ადამიანი, ანუ აი უზომოდ ბრძენი ხართ და ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ისეთი ენერგიების მატარებელი ხართ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვიღაცისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს არც თუ სასიამოვნო ნაწილში, ხო? ხო, არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, ესეთი მომენტები გქონდეთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ისეთი სამსახური გქონდეთ, სადაც ხშირად გიწევთ ეს დიპლომატიური ლავირებები და ხშირად მაპატიეთ და არასწორი მიმართულებით ადამიანების წაყვანას, ეს არ ვიცი, შეიძლება საბანკო სფეროს ეხებოდეს, საკრედიტო ორგანიზაციებს, ან ნუ რაღაცა აი ამ დაგვარი ტიპის მომენტები აქ შეიძლება იყოს. ვნახოთ ახლა თქვენს ცხოვრებაში აი ამ ეტაპზე რა ამბებია. ზოგადად რა ამბებია, ხო? ხო. თქვენს ცხოვრებაში მეგობრებო, არ შეიძლება რაღაცა ერთი ეტაპი დაასრულეთ ხმლების მეფესთან. მამაკაცები თუ მიყვრებთ, შეიძლება თქვენ უბრალოდ თქვენს ვიღაც პარტნიორთან, რომელთანაც გაკავშირებდათ უფრო სხვა ტიპის ურთიერთობა, რეალური, სტაბილური, თუნდაც სამოქალაქო და არა იურიდიული, მაგრამ სტაბილური და ისეთი, მაგრამ დღეს მასთან რაღაც სამართლებრივი მომენტები გიდგათ, რაღაცების გამსჯელობა მიდის, რაღაც შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობის სასამართლოში გქონდეთ საქმე ამ ადამიანის გამო, მაგრამ აგერ აქეთ ყავთ კიდევ მკვერთხების მეფე, რომელიც რეალურად თქვენ სტიმულს გაძლევთ ბევრი რაღაცის მიმართულებით, ან მეორე ვარიანტია, ეს საჯაროა გაშლა და ეს ვერსიაც უნდა გავაჟღერო, რომ აი ამ ბრძოლას თქვენ ძალიან მოგებით, გამარჯვებით დაასრულებთ, ხო, მკვერთხების მეფის აი ამ შინაარსს თუ გადავხედავთ. მანახება კიდევ ერთი არკანი თესანდელი ენერგიები, ხო, აი საბედისწერო რაღაც ცვლილებები ხდება მეგობრებო თქვენს ცხოვრებაში, აი ერთად ამოხდა.
რამდენიმე არკანი ძალიან საბედისწერო ცვლილებები ხდება. თქვენ აი ნახეთ რა კი აქ ხმლების მეფე მყავდა და აქ ხმლების დედოფალი მყავს. თქვენ ვიღაცასთან ურთიერთობა ჩაჭერით. თქვენ ვიღაცასთან წერტილი დასვით, ვიღაცასთან რომელმაც ძალიან არასამართლიანად მოგექცათ, რომელმაც არ ვიცი ისე გაიპარა შეიძლება რომ ალიკვალი არ გაგიგიათ მისი ხო არ ვიცი ფეხაკრებით რაღაცა ისე ალაჩრულად რა არაკაცურად რომ მიდიან ხოლმე ქალი იყოს რა პრობლემაა ქალებიც ესე არაკაცურად და ძალიან ცუდად მიდიან ხოლმე თქვენი ცხოვრებიდან მარტო მამაკაცები არა უფრო მეცაც გეტყვით ბოლო წლების მანძილზე რაღაცა ჩემთვის სტატისტიკას რო ვაკეთებ და რაღაცა კვლევებს და მოკლედ ჩემ საქმიანობას რაც ეხება და ამისთვის ჭირდება ხოლმე რაღაცა გარკვეული ფოკუს ჯგუფები რაღაცა გარკვეული დატესტვები და ასე შემდეგ ადამიანებთან მუშაობის მინდა გითხრათ რომ ბოლო დროს მე მგონი მამაკაცების წესიერება უფრო მაღალ ნიშნულზეა მაპატიეთ მე თო ქალი ვარ და სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვთ ვიდრე ქალბატონების ძალიან ბევრ კონტექსტში მე ამას ჩემი ის აუდიტორია მაძლევს თუ რასაც მე მიწევს მუშაობა მეგობრებო თორე ახლა ვიღაცას შეიძლება აბსოლუტურად ანტიპოდი სტატისტიკა ქონდეს ხო მე ჩემიდან გამომდინარე ვამბობ და თქვენ საბედისწერო ცვლილებები მიდის თქვენ ცხოვრებაში ოღონდ თქვენ დიდი ალბათობით პირიქით ძალიან გეხმარებათ ვიღაცა იმისთვის რომ თქვენ გამარჯვება თქვენს ხელში იქნება აი 100%-იანი ყველგან წინსვლის და ყველგან თქვენი ადგილის დაკავების და თქვენი წილი მიღების მომენტი მიფიქსირდება თუმცა ახლა როგორ ენერგიებში ხართ იცი რომ აი მაწყენინეს მატკინეს კი უმადურად მომექცნენ და მოდი ახლა ის ეტაპი მაქვს როცა უნდა არ შემეხოთ გამანებეთ თავი მაცადეთ ხო იმპერატრიცის პოზიციას ვინ არჩუნებ მაგრამ ამავდროულად აი როგორ იცი რომ ეს იმპერატრიცა იმდენად გამოფიტეს რომ მე ხა ენერგიების აღდგენა მჭირდება ამიტომ არავინ არ შემეხოთ მე უნდა გავიმარჯვო მე უნდა იმ ნიშნულამდე მივიდე რაც და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ აი ეს ენერგიები გაქვთ სხვა შორის მატერიალურადაც ვერ გეტყვით რომ ეხლა რაღაცა ცუდი დეფიციტი გქონდეთ კარგით ახლა მანახეთ თუ ვთქვათ ჩემო კარგო ადამიანო მიყურებთ ვინც ეს თხოვეთ შეგიძლიათ იყვანოთ ხო ეს ინფორმაცია იმ ნაწილში რომ ვისთანაც ომი გაქვთ და ვისთანაც კონფლიქტი გაქვთ აგერ თავის გაჭირვება ეყოფა იმ ადამიანს და თქვენ ნამდვილად იმარჯვებთ ეს შემიძლია ცალსახად გითხრათ ვნახოთ ახლა მომავლის ენერგიებში რა ხდება ნუ აი გაგრძელება ხაზობრივად ხო რომ სამსჯავროს არკანი რაღაცები გავარკვიეთ რაღაცები გადავაფასეთ რაღაცები ჩავაბარეთ რაღაცებს მივხედეთ და ამის წილად დიახაც თანადგომა მივიღეთ ვიღაცამ შეიძლება სხვა შორის მინდა გითხრათ მეგობრებო რომ ქველმოქმედების არკანიც არის და ვიღაცამ შეიძლება ან თქვენ გასწიეთ ქველმოქმედება არ ვიცი ვერ გეტყვით მაგრამ ნუ აი პენტაკლების კი არა და კვერცხების რაინდით სამყარო გიგზავნით რაღაც ახალს თქვენიანს ასია კი რომელთანაც შეიძლება არც მეტი არც ნაკლები ისეთი სტაბილური ურთიერთობა გაგიჩნდეთ და ისეთი ემოციური ბმა გაგიჩნდეთ რომ ანუ აი თითქმის ოჯახს რომ უდრის კი და ეს სიტუაცია ძალიან ჩქარობს და დასტის პონიც მაქვს ბედის პორტალი ხო რაღაცა საბედისწერო მომენტი აუცილებლად ხდება და მოხდება კიდეც მომავალში მშვენიერი მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი ჩვენი სიგნიფიკაცია რა ხდება მეგობრებო ენერგიას მიყვებით
თუ სამყაროსგან მიიღეთ ის მომენტი, რომ რაღაცების წილად ძალიან დაისაჯეთ, არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგრამ აქ ძალიან დიდ მინუსებში ხარ, ძალიან დიდ დეფიციტში ხარ, როგორც ენერგეტიკულად, ისე ფინანსური მომენტით შეიძლება ძალიან აქტუალურად გიფიქსირდებოდეთ ახლა და ამ ეტაპზე. სამყაროსგან რაღაც გაკვეთილს გადიხართ, მე აქ თქვენ უფრო ენერგიას მიყვებით, კი? აი, მიჯდაზე დგახართ, იქით წავიდე, აქეთ წავიდე, რა იქნება საშველი, რა იქნება ამის მერე. რაღაც ძალიან ისეთი ენერგია მოდის, მაგრამ მოდი ერთი არკანით ძალიან გთხოვ. ადამიანის პიროვნული სიგნიფიკაცია მაჩვენე ენერგიას ნუ მაჩვენებ გთხოვ მაგი. არ ვიცი, მეგობრებო, კოლეგები ხომ არ მიყურებთ ვინმე, ან ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად აკითხავდით ოსტატებს, ძალიან ხშირად მაპატიეთ და შეიძლება არასწორ რაღაცებსაც აკეთებდით. შეიძლება ყველა გზით ცდილობდით რაღაცების მოპოვებას, ან ვიღაცის მოპოვებას, არ ვიცი, აი თავიდანვე ისეთი ენერგია მოვიდა, რომ ეს მინუსები ჰაერზე არ გამოუგზავნია თქვენთვის სამყაროს რაღაცის წილად, აბა ვნახოთ რის წილად მოხდა აი ეს ვინმეს რამე წაართვით, ეცაკი. აქ სამკუთხედია. აქ არის ის მომენტი, რომ მამაკაცები მიყურებთ თუ ქალები არა აქვს მნიშვნელობა ჩემო კარგო ადამიანებო. აქ მაინც ის ინფორმაცია მომდის, რომ რაღაცა ისეთი მაქინაციეთ, რაღაცა ისეთი მომენტები გაიარეთ, სიგნიფიკაციიდან პირდაპირ გაშლაზე გადავედი, რომ ვიღაცა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანეთ და წამოვიდა ეს ხაზი და აი დღეს რაღაცა დეფიციტური მომენტი შეგექმნათ. არ ვიცი, ცოლები ხართ, არ ვიცი, საყვარლები ხართ, თქვენს თავს მოარგეთ, მე აქ არ ვშლი ხო ესე კონკრეტულად, მაგრამ აქ ფაქტია, ან ხრები ხართ და საყვარლები არ ვიცი, მაგრამ აქ ფაქტი ის არის, რომ თქვენ ვიღაცას რაღაცა სერიოზულად დაუშავეთ, მაპატიეთ, მაგრამ ეს ასე ჩანს, თქვენ დაგიშავათ არა, თქვენ დაუშავეთ, აქ პირდაპირ ეს ინფორმაცია მოდის. დღეს განდეგილში ხართ. კიდე რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ემოციები ძალიან დიდი დოზით არის შემორჩენილი, მაგრამ აღარ მაქვს არაფრის უფლება თითქოს, აი მაქვს და არა მაქვს არაფერი. თითქოს ფიქრობთ, რომ ახლიდან დაიწყოთ რაღაცები, მაგრამ არა, ეს ვერ იწყებთ, იმიტომ რომ რაღაცა ჩიხები გაქვთ, ეს ჩიხები საიდან გაქვთ, მანახე? რის ფასად გაქვთ ეს ჩიხები? რა საინტერესოა. რა საინტერესოა, ნახეთ მეგობრებო, აქ უკვე შემილია პირდაპირ შეკრული კვანძი გითხრათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ რაღაცა ძალიან არასწორად მოიქეცით დიდი ალბათობით ოჯახს. აქ იმპერატორი ჰაერზე არა მომდის მე და ბავშვების ისიც რა ქვია ენერგეტიკაც ხო რაღაცა ძალიან ისეთ ურთიერთობას შეეხეთ, სადაც წესით რა იყო მანახე. ორი მაღალი არკა. არა რა, გეუბნებით, აქ დიდი ალბათობით იყო მეგობრებო ოჯახი, რომელსაც თქვენ აიცით როგორ მომენტში შეეხეთ, აი ვიპოვე სწორი დრო. ქონდათ პრობლემები, იყო გაურკვევლობები, იყო დაძაბულობა, იყო ბევრი ტყუილი, იყო რაღაც არ ვიცი, ძალიან მძიმე ტრანსფორმაციის პერიოდს გადიოდა ეს წყვილი, არ ვიცი, ვისთანაც თქვენ კომუნიკაცია გქონდათ და ცუდად არ გამიგოთ რა, მე მესმის რომ შეიძლება თქვენ გაუაზრებას აგემართათ, მაგრამ თქვენ ამით ისარგებლეთ. და აგერ ჰაიფრის მაგის მერე მომდის ქურუმი ქალით და აქ რაღაცა ძალიან ცუდ მომენტებს ქონდა მეგობრებო ადგილი. კი, აქ ქონდა ადგილი იმას, რომ ვიღაცას რაღაცა შეიძლება ძალიან ატკინეთ და დაანგრიეთ კიდე რაღაც მომენტში და ეს ყველაფერი თქვენი მიიღეთ აქეთ. მაპატიეთ, მე სხვა მიმართულებით დავიწყე გაშლა და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წამიყვანა. და ვნახოთ ახლა მომავლის ენერგიები თქვენს ცხოვრებაში რა იქნება. მომავლის ენერგიები რა იქნება. აი ჩემო კარგო ადამიანებო, ნახეთ. ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროთ ეს გზა და რატო უნდა გაიაროთ, ნახეთ. თქვენ აი ამ თქვენს ტკივილებს, თქვენს გაფუჭებულ საქმეს მიხვდებით, იმიტომ რომ თქვენც ძალიან მძიმე დღეში ჩაგაგდოთ სამყარო, ან ჩაგაგდებთ, უფრო მგონია რომ დაწყებულია ეს პროცესი. მეტიც შეიძლება თქვენ საერთოდ
გადაწყვეტილება მიიღოთ და გაეცალოთ ამ სიტუაციას საერთოდ ახალი რაღაცა გზისკენ შეიძლება საერთოდ სამსახური და გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც შეიცვალოთ და მიუხედავად რომ ძალიან არ გეთმობათ ეს სიტუაცია და ძალიან ებღაუჭებით კიდე ამ სიტუაციას არა ბოლოს და ბოლოს იპოვით ბალანს და აი ეტლის არკანით თქვენს ცხოვრებაში გამარჯვებას მიიღებთ სწორად მივდივარ რატო კი, ნახეთ როგორი მომენტია. განდეგილობის მერე, ჩაკეტილობების მერე, ნერვიულობების მერე, შიშების მერე, საბედისწერო ცვლილებები მოვა. ეს ციკლი დამთავრდება და თქვენს ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, აუცილებლად შემოვა ადამიანი სწრაფად თან, რომელთანაც თქვენ წყვილში დაჯდებით. ნახეთ, თქვენ მოინანიებთ, აი ახლა თუ მიყურებთ და ფიქრობთ, რომ ნეტა რას ლაპარაკობს ეს ქალიო, ან ეს გოგო არ აქვს ხო მნიშვნელობა. თქვენ მიხვდებით, რომ ძალიან ცუდად ატკინეთ ვიღაცას და აი ამ სამკუთხედმა თავისი შედეგი გამოიღო. მადლობა ჩემო კარგო ადამიანებო, დაგემშვიდობებით დროებით. ნახვამდის.